მოკლედ დონალდ ტრამპმა სკანდალური განცხადება გააკეთა ერთი კვირის წინ და მან ხმამაღლა განაცხადა, რომ ის აპირებს გრენლანდიის, კანადის, პანამის არხის და მათ შორის მექსიკაში არსებული დრაგ კარტელების, ანუ ნარკომოვაჭრეების ლიკვიდირებას, გრენლანდიის შეერთებას, კანადის 51 შტატად ქცევას და მრავალ ისეთ განცხადებას, რასაც ამას არ მოველოდით, მაგრამ ყველაფერი ტრამპისგან მისაღები და გასაგებია. მეგობრებო, რაში ჭირდება დონალდ ტრამპს გრენლანდია და რას სulis ეს გეოპოლიტიკურად სოფლიოში? რამდენად შესწევს ამერიკის შეერთებულ შტატებს 21 საუკუნეში დღევანდელ დროს ესე მარტივად ხელში ჩაიგდოს სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კუნძული და მათ შორის კანადა თავის ძალიან მაღალი GDP-ით აქციოს ამერიკის 51 შტატად. დღევანდელ ვიდეოში ჩვენ ამ თემებზე ვისაუბრებთ, ასე რომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და გაუზიაროთ ვიდეო მეგობრებს. Why Trump wants to buy Greenland? მოდი ახლა მე თქვენ გადაგითარგმნით თან, რაში ჭირდება ტრამპს რომ გრენლანდია იყიდოს? The reason might surprise you. You see, this wasn't wasn't თქვენ გაგაკვირვოთ. the first time. The US has a history of land deals. Alaska from Russia, Louisiana from France, and the Virgin Islands from ანუ ისტორია ამით არ იწყებაო, მან შეიყიდა ისტორიიდან ისიც რომ ალიასკა რუსებისგან იყიდა, ასე Virgin Islands, ის არ ქვია, ვირჯილის კუნძულები დანიისგან და ლუიზიანა საფრანგეთისგან. ეს ნაპოლეონის დროს ხდებოდა. Denmark, but Greenland? That's on a whole new level. მაგრამ ეს არის საერთოდ სხვა დონე It's the largest island in the world. ეს არის ყველაზე დიდი კუნძული მსოფლიოში. Packed with natural resources like oil, gas, uranium, and rare earth elements. ანუ გრენლანდიაში თავს იყრის იშვიათი, ესე ვთქვათ, ბუნებრივი რესურსები, ეს არის გაზი, ნავთობი, урანიუმი და სხვადასხვა იშვიათი ელემენტები. And here's the real kicker. Its location. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არისო ახლა, მისი გეოლოკაცია. Greenland, the US could track missiles from Russia, China, or North Korea. ანუ Before they even ნახეთ რა ხდება, ანუ ამერიკაო გრენლანდიაზე განალაგებს საკუთარ რაკეტებსო, ანუ სამხედრო ლოჯისტიკასო, რაც ახლო იქნება რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან. get close. Plus, with global warming, new shipping routes are opening up. და რაც ყველაზე მთავარია, ახალი სრუტეებში ხა მით უმეტეს ამერიკული გეოპოლიტიკა, რაც რისთვისაც ის ჰეგემონობს სოფლიოში, ის არის რომ მისთვის მთავარი არის ზღვაზე გასასვლელი სრუტეების კონტროლი და შემდგომ და ახალი მარშრუტები იქნება მეგობრებო სავაჭრო მიმოსვლებში ქვეყნებს შორის. Making it even more valuable. If the US owned Greenland, they'd gain massive resources. ანუ თუ ამერიკა ხელში შეიგდებს გრენლანდიას, ის ხელში იგდებს ძალიან დიდ რესურსებს ამავდროულად სამხედრო ლოჯისტიკის გარდა. Strategic power, and even become the second largest country in the world. და ხდება ყველაზე დიდი ქვეყანა მსოფლიოში რუსეთის შემდგომ. ეხლა გადავიდეთ რა მოხდა, ეს ხო თქვენ გაიგეთ, ეს მინდოდა თვითონ ამერიკელისგან მოგესმინათ, მე გადმოგითარგმნეთ, ვიზუალურად განახედეთ ეს ყველაფერი. ეხლა რა ხდება, ტრამპა როგორც კი ეს განცხადება გააკეთა, მისი შვილი დონალდ ჯუნიორ ტრამპი right after Russia. Now you know. ჩადის გრენლანდიაში. აი ეს არის გრენლანდია, მეგობრებო, სოფლიოში ყველაზე დიდი კუნძული, სადაც სულ ცივა. აი ხა უყურეთ, ეს არის ტრამპის პირადი თვითმფრინავი და აგერ ტრამპ ჯუნიორი. ჩვენი ძმა. რამოდენიმე წუთში ვჭდებითო. ეს არის გრენლანდიაო. აი ხა თქვენ დაინახავთ რა არის ამერიკული იმპერიალიზმი, მეგობრებო. აგერ აი ტრამპის მასკოტი, ამერიკელი მფრინავები. ანუ სერიოზულად მიდის ამაზე ლაპარაკი, ანუ კი არა, ვინმე კი არ ღადობს, ანუ სერიოზულად მიდის ამაზე ლაპარაკი. და ტრამპმა ისიც არ გამორიცხა, რომ შეიძლება სამხედრო გზითაც მოახდინოს ამ კუნძულის ხელში ჩაგდება და დანიამ თქვა, რომ it is not sale, არ იყიდებაო, მაგრამ დანიას ვინ ეკითხება, თუ ძლიერი ხარ. დანიას ვინ შეეკითხება, თუ ამერიკას მოუნდა მართლა გრენლანდია? თქვენ ვინმეს ხა გჯერათ, რომ დანიასთან მთელი ევროკავშირი ერთად რო გაერთიანეს, ვინმე ამერიკის წინააღმდეგ წავა? ბლეფია. აი ესეთია მეგობრებო, პოლარული დათვები არიან, ბუნებრივი რესურსი არის დასახლებული პუნქტების, ბუნებრივი რესურსებია და მუდმივად ცივა რა, ესე რომ ვთქვათ რა. ყველაზე დიდი კუნძულია სოფლიოში. Guys, super awesome day. Just leaving Greenland. We landed at 11 a.m. You had to land then because it's dark before 11. ეს ის ტიპია მეგობრებო, ტრამპ ჯუნიორი, რომელმაც ზელენსკი ინსტაგრამზე ათრია მოპარული შეშტივით. ანუ თითოეული მიმი რასაც დებს ეს ადამიანი არის უკრაინის პრეზიდენტს მიმავს ყველგან და ყველგან აფარჩაკებს.
რა ვინმეს თუ კიდე იმის ილუზია აქვს, რომ ეხა ესენი უკრაინას ამაში დაეხმარებიან, რა ვიცი, მაგერ პირად Instagram-ზე ამბობ და პირად X-ემის. მარტო დონალდ ჯუნიორ ტრამპი არ ჩასულა, მეგობრებო, ასევე ჩავიდა ერთ-ერთი ცნობილი წამყვანი, ერთ-ერთი ცნობილი სპიკერი, ჩარლი კირკი. Okay. განახერხეთ მაგასაც. It is now about 2:30 and you can see the sun is already setting in Greenland. Really short days this time. ანუ ძალიან მოკლე დღეებიაო აქ ხო რა. But just an absolute incredible reception. და ძალიან კარგი გამოცდილება არისო და განსაკუთრებით ახალგაზრდა ადამიანებისთვისო კაი ჰაერიო. The young people quite a day here in Greenland. ანუ ინფლუენსერები ტრამპმა გაგზავნა გრენლანდიაში. აგე ტრამპის თვითმფრინავი უკან ინფლუენსერები გაგზავნა, მოამზადა უკვე თემა მსოფლიოში, რომ აი ტრამპს უნდა გრენლანდია და ვარჩა რა პრობლემაა. იუთუბერები ისინი რა ქვია, ტიკტოკერები, სპიკერები, ინფლუენსერები და მთელი ეს რითიც ამერიკის შეერთებულ შტატებში აი ტრამპმა მოიგო და გადაუსწრო აბსოლუტურად ჰოლივუდის მსახიობებსა და სხვადასხვა სელებრიტებს, იყო ის რომ ახალი გენერაცია, რომელიც უფრო ესე ვთქვათ, კარგ კომუნიკაციაშია საკუთარ აუდიტორიასთან აქვს ხალხზე დიდი გავლენა, ის ესტაბლიშმენტი უკვე ხელში ყავს და ჩარლი კირკი რო ჩადის დონალდ ჯუნიორ ტრამპი და ხვალზე მისტერ ბიზ გაგზავნიან ან რომელიღაცა ძალიან მარტივი პროპაგანდაა მსოფლიოში რა. წარმოიდგინე ტიპს მოუნდა და გაგზავნა საკუთარი შვილი და ერთ-ერთი ინფლუენსერი გრენლანდიაში რომ აი ხალხო რა მაგარი მიწა მომავალი ამერიკა. Force 1 Don is over here. Friendliest people, they love America. ნახე რა ძალიან მეგობრული ხალხია, უყვართო ამერიკაო, აქო მოკლე დღეებიაო, კარგი ჰაერიაო. აი სადაც მომზადება. ანუ რუსეთი სხვა მიზნით კი არ შეცვალა უკრაინაში. რუსეთი რამე სხვა კი არ დასიზრებია. რუსეთსაც ჰქონდა ის ხუშტური რომ რუსულ ენოვანი დასახლებები არის უკრაინული ოკუპაციისა და შევიწროების ქვეშ და მე უნდა გამათავისუფლო და აგერ ძმაო ამერიკა პირდაპირ მიდის გრენლანდიას იერთებს კანადა 51 შტატი უნდა გახდეს პანამის სრუტეზე უნდა მოახდინოს ისევ კონტროლის დამყარება და მექსიკული კარტელები გაანადგუროს. ავი მეტიაო ის ძმაო მეტი დეფინიცია რა არის იმპერიის მითხარით რა არის იმპერიის არაფერი. And we'll see what happens. Make Greenland great again. ნახეთ, make Greenland great again. ანუ გრენლანდია ვაქციოდ ისე ძლიერად და როდის იყო გრენლანდია ძლიერი მეგობარო? როდის? ძლიერი იქნება ტრამპის დროს. ჩემის ღრმარწმენით, ეხა მე პირადად რომ მკითხოთ, ეხა ხო უსამართლობაა გეთანხმებით მაგაში, რომ ეგრე არ არის, რომ კონსული ისაქნა და ისაქნა, ხო? მაგრამ ეხა დანის პირობებში აი გრენლანდია რას მიკეთებს მითხარით? აი არ ვერაფერს საერთოდ. მე მესმის რომ სამართლებრივად და კანონიერად და იურისპრუდენციით და საერთაშორისო სამართლის ნორმებით და იმით ეხა ისა დანის საკუთრება, მაგრამ კარგით რა. ამერიკა არის ძლიერი და ამერიკა წყვიტავს ვისი და რანაირად და როგორ არის რა. მიეჩვიეთ საერთოდ რომ ეგრე ძლიერები წყვიტავენ ამ ყველაფერს და ეხლა რა ხო დანის სახელმწიფოს თუ ეყოფა მაგის გამბედაობა რომ საერთოდ ამერიკის პოლიტიკის წინააღმდეგ წავიდეს, რაც მე პირადად მეიჭვებ. And the sun is setting. It's only 2:30. Greenland. Shocking proposal to expand US territory. No, not just through diplomacy. აი ეს იქნება ნახეთ, აი წარმოიდგინე კანადა რა მხელაა მეგობრებო. კანადა, ამერიკა, გრენლანდია ერთმანეთში რო შეაერთო, გამოდის ამერიკა ყველაზე დიდი სახელმწიფო მსოფლიოში, ყველაზე. But by literally taking control of other countries. First, he suggested that Canada could become the 51st state. ხო და ესეთი რამე უთხრა კანადას, რომ კაროჩეო თქვენ თუ არ გახდებითო 51 შტატიო 20%-ით გაგიზრდითო იმ ტარიფებს, რითიც საქონელი შემოგაქვთო რა. და იმ შემთხვევაში თუ გახდებითო კანადა როგორც 51 ამერიკის შტატი, მაგ შემთხვევაში 0% გექნება. Yes, Trump wants to add Canada to the US. ნახეთ, აი ესეთი იქნება ამერიკა მე. ხა შეხედეთ. რა და გრენლანდია მარჯვნივ დავუმატეთ. Is he joking or is he serious? Then Trump turned his attention to the Panama მე გადაიტანა პანამის vital national asset. და მე გადაიტანა ყურადღება პანამის სრუტესეო. And threatening to take it back from Panama. Remember, the US controlled it until 1999. Now, Trump wants to take ანუ 1993 წელს აკონტროლებდა ამერიკა, მაგრამ ეხლა ვეღარ აკონტროლებს. And it gets even crazier. Trump is also pushing to buy Greenland from Denmark. He says owning it is absolutely necessary for US security. Even though Denmark has made it clear that Greenland is not for sale. ანუ დანიამ თქვა რომ გრენლანდია არ იყიდებაო. Not all. Trump is even threatening military action against Mexico. და მექსიკელ კარტელებს აპირებსო იმას რო ქვია სამხედრო კონტინგენტების გადასხმას და მათ განადგურებას. Drug cartels. If he gets his way, US forces could be operating inside Mexico. This is all part of his America First agenda. A bold vision for US dominance around the world. ანუ ეს არის ნამდვილი Make America Great Again. ვაქციოთ ამერიკა ნამდვილად ძლიერიო, აი ნამდვილად ეს არის. უეჭველი ეგ არის. ანუ აი და აგერ აი ძმაო ჩარლი კირკი და ჯუნიორ ტრამპი აგერ აი დატახსაობენ გრენლანდიაში ამერიკის იმებით რა.
security service-ებით. აი ბულდოიზერები დადიან ესე. აი დასახელებები არის ხო ხედავთ შეულებრივი რა. რო სუცივა გეუნებით, სულ სივა. და უზარმაზარი რესურსები აქვს რა, როგორც გითხარით, ურანიუმია ბოლო-ბოლო, გაზი. აგერ ჩარლი კირკი, დონალდ ჯუნიორ ტრამპი. აი ეგრე ამზადებენ ნარატივს გრენლანდია ვაქციოთ ისევ ძლიერად. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ რასთან გვაქვს საქმე? წარმოგიდგენიათ ეხლა რასთან გვაქვს საქმე, რომ ეხლა ამათ რო შენ გზავნი ქვეყა იმაში რა ქვია კუნძულზე ეს ხო არის რა ქვია ქვეტექსტის გაგზავნა იმისთვის რომ დაემშვიდობე მეგობარო იმიტომ რომ ახალი ნარატივი ვრცელდება მსოფლიოში რადგანაც ამერიკას მოუნდა კანადა ამერიკას მოუნდა გრენლანდია ამერიკას მოუნდა პანამის არხი და ამერიკას მოუნდა ტოტალური კონტროლის დამყარება აბსოლუტურად ყველა ზღვაზე მსოფლიოში ეს არის Make America Great Again ეხლა მე რაც მაწერია ანუ რეალურად ტრამპის establishment-ი იქნება, ანუ ნაწილობრივ აი მონროს დოქტრინა, ამერიკული პოლიტიკის ჰეგემონიის გაძლიერება, მაგრამ განსხვავებით ბაიდენის ადმინისტრაციისგან, განსხვავებით, ხო? მისი მაპროვოცირებელი მთავარი ძალა ის რო იყოს, რომ მაგალითად კორპორაციები იწყებდნენ ომებს, როგორც ამ შემთხვევაში უკრაინაში BlackRock-მა გამოიწვია ეს ყველაფერი, ხო? უბრალოდ BlackRock-ის ინტერესი დიდი იყო, თორემ BlackRock-ს თქმა უნდა შეიძლება უშუალოდ არ გამოუწევია, BlackRock-ის ინტერესი იყო მაღალი. ამ შემთხვევაში ის იქნება, რომ ჩვენ მივიღებთ რეალ ამერიკულ პოლიტიკას. ტრამპის შემთხვევაში რა, მონროს დოქტრინა და სოფლიო ჰეგემონიის გაზრდა, როგორც სახელმწიფო. და ბაიდენის ადმინისტრაციაში კონკრეტულად კომპანიებს ქონათ გაზრდილი ხდებით, ანუ ტრამპი JD Vance, მასკი და ეგენი ჩვენი ლიგა რა. ანუ უტრაკებენ ახლა კორპორაციებს, თქვენ ვეღარ იბლატავებთ, ანუ ჩვენ უნდა ვიბლატავოთ. და ბაიდენის დროს პირიქით კორპორაციები და კომპანიები ბლატაობდნენ სოფლიოში. ახლა BlackRock-ი საფრანგეთში sapensio ასაკებს სულდა, იქ რაღაცა ბრიტანეთში რაღაც იგჟეები გამოიწვიეს და ესეთი რაღაცები რეალები მივიღეთ. მაგრამ საბოლოო ჯამში ხო სცენარიო ესე რომ ვთქვა, იცვლება იმ კუთხე რომ ამერიკა ხდება ისევ ჰეგემონი და არა BlackRock-ი მაგალითად და არა მაგალითად State Street-ი და არა მაგალითად რაღაც სხვა ამერიკული კორპორაციები. საინტერესო იქნება ეს პოლიტიკა, უბრალოდ თემა ის იქნება, რომ აი ხა ჩვენთან მიმართებაში როგორ იქნება ტრამპი ეგა ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ის $1,000-ზე გაიდული ვილსონი რო ყავთ ვითომ რესპუბლიკელი და სინამდვილეში ტრამპს ყველა იმაზე რო თაგავს რომ ქოცევის წინააღმდეგ რაღაც სანქციებს აყვეს ტრამპს არც ერთხელ რეტვიტი არ გაუკეთებია მაგაზე ამიტომ ბევრი რაღაც უნდა გაირკვეს კიდე ტრამპის ინაუგურაციის შემდგომ რა პოლიტიკა იარსებებს კონკრეტულად კავკასიურ რეგიონში და ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში იმიტომ რომ ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ამ ეტაპზე თუ ხედავთ აი გრენლანდიით არიან დაკავებულებიან პანამის არხი დაკავებულები არიან მონროს დოქტრინის სივრცით, ანუ გაძლიერება რიმლენდის როგორც ეს თქვა საზღვაო ცივილიზაციების, ვნახოთ როგორ იქნება მეგობრებო, იმიტომ ტრამპი უტრაკებს ევროკავშირსაც, ნატოსაც და ბევრ ესეთ წამყვან იმებს და ეხა ორსულა ფონ დერ მაიერი არ მიიწვიეს ინაუგურაციაზე და ზელენსკი და ეხა რავი ქოცევიდან რავი მიუწევიათო და ეხა ორსულა ფონ დერ მაიერს რო არ მიიწევ და ზელენსკის არ მიიწევ, რა ვიცი ეხა შენც რო არ მოგიწვიონ, ძალიან ნორმალურია, ხო? ნახოთ მეგობრებო, ბევრი რამე გაიხსნება, ეხა ბევრი კვანძი, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ შეიძლება ის ვთქვათ, რომ ამერიკა მართლა უბრუნდება საკუთარ სიძლიერეს სოფლიოში და ეს რამდენად იქნება კარგი კონკრეტულად საქართველოსთვის, ამას აი დრო დაგვანახებს, მაგრამ ტრამპის ნარატივიდან გამომდინარე, რასაც ის ებრძვის ვოუკიზმს, ანუ ყველა საქართველოს მტერი, ვინც ეხლა რეალურად არსებობს, თვითონ შიგნითაც ამერიკაში, თვითონ ტრამპი ებრძვის მაგათ. ანუ მაკრონი ჩვენზე ცუდ საუბრობს, ტრამპი გამოდის და მაკრონს აჯობს ხოლმე. ანუ ძალიან დიდი განსხვავებაა მათ შორის, ამიტომ ეხლა ამ იმეებს საქართველოში ლიბერასტებს ნუ აქვთ იმის იმედი, რომ ტრამპი ჩვენ სახელმწიფოსაც სანქციებს დაადებს, იმიტომ რომ მისი ნარატივი და ილონ მასკის ნარატივი და რა იმითაც მოვიდნენ, ხო? ესე ვთქვათ, ქვეტექსტებით, ხო? მთავარი მოტივი ის იყო, რომ ჩვენი მტერი და მათი მტერი არის საერთო. და მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ტრამპა ჩვენ დაგვადოს სანქციები და ჩვენ შეგვავიწროს. ამის ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, მაგრამ არავისგან არაფერი არა გამორიცხული, ამიტომ ყველაფრისთვის ზად უნდა ვიყოთ და ყველა მხარესთან უნდა შეგვიძლოს დიალოგი. ესაა ნამდვილი პოლიტიკა. პოლიტიკის უნარები იმით განიზომება, რომ შენ ყველა მხარესთან დაჭიდე მოსალაპარაკებლად. მათ შორის შენ მტერთან. რავი, დაწერეთ თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით, რას ფიქრობთ მეგობრებო გრენლანდიის შეერთებაზე, რას ფიქრობთ კანადის შეერთებაზე და თქვენი თეორიები გამოცანით. დროებით.